დეკლარაციების ჩამონათვალიდან აირჩიეთ გადასახადის სახე სპეციალური ანგარიშ ფაქტურების დანართი ნომერი 7. აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და ახალი დეკლარაციის შესაქმნელად გააქტიურეთ ღილაკი ახალი დეკლარაცია. სისტემა ავტომატურ რეჟიმში გამოიტანს ფორმა სპეციალური ანგარიშ ფაქტურების დანართი ნომერი 7. ნაწილი პირველი ნავთობპროდუქტების მიღება. ველში დასახელება ჩამონათვალიდან მონიშნეთ სასურველი. აირჩიეთ საფის სერია და შეიტანეთ ნომერი. შეიტანეთ ნავთობპროდუქტის დასახელება და კოდი. შეიტანეთ რაოდენობა კილოგრამებში. შეიტანეთ რაოდენობა ლიტრებში და შეიტანეთ ღირებულება ლარებში. შეტანილი ინფორმაციის ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო სტრიქონის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად შესაბამისი ღილაკი წაშლა. ყურადღება. მოცემული ჩანართები წარმოადგენენ ფილტრაციის პირობებს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი ჩანაწერის მოძიებაში. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ. სისტემა ასევე საშუალებას გაძლევთ მონაცემების დასამატებლად გამოიყენოთ ფაილი დატვირთვის სერვისი, ანუ განახორციელოთ იმპორტი. ფაილის ნიმუშის ჩამოსატვირთად გააქტიურეთ ღილაკი ნიმუში, ან უკვე შევსებული დეკლარაციიდან გააქტიურეთ მონაცემების ექსპორტი. ყურადღება. ფაილის ფორმატი არ შეცვალოთ და დაიცავეთ მისი შევსების წესი. გააქტიურეთ ღილაკი იმპორტი და გაიარეთ ფაილის ატვირთვის სტანდარტული პროცედურა. ატვირთეთ თქვენს მიერ უკვე შევსებული XML ფორმატის ფაილი. სისტემა გამოიტანს ახალ კონტექსტურ ფანჯარას ატვირთვის შედეგი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი მონაცემი აიტვირთა და რამდენი არა. ამავდროულად სისტემა გაძლევთ საშუალებას იხილოთ აუტვირთავი მონაცემების ხარვეზის მიზეზები. ხარვეზის შემთხვევაში გამოასწორეთ იგი და ხელახლა გაიარეთ ატვირთვის პროცედურა. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ და სისტემა გადაგიყვანთ მეორე ჩანართზე. ნაწილი მეორე ნავთობპროდუქტების გაცემა. შეიტანეთ ველებში შესაბამისი მონაცემები, ან განახორციელეთ მონაცემების ფაილით ატვირთვა, ანუ იმპორტი. იმპორტის ფუნქცია განახორციელეთ წინა მაგალითის მსგავსად. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ. ნაწილი მესამე წარმოადგენს ნავთობპროდუქტების ნაშთებს. გაითვალისწინეთ, მოცემულ ჩანართში ყველა ველის შევსება აუცილებელია. გარდა ნომერი 9-ისა ფაქტობრივი ნაშთი თვის ბოლოსთვის, რომელსაც სისტემა ავტომატურად დაითვლის მოცემული ფორმულის საშუალებით. მიყევით ველებს და შეიტანეთ სასურველი მონაცემები. მონაცემების ფაილით ატვირთვა, ანუ იმპორტის ფუნქცია შეგიძლიათ განახორციელოთ წინა მაგალითის მსგავსად. ღილაკის შემდეგ გააქტიურებით სისტემა გადაგიყვანთ დეკლარაციის ბოლო გვერდზე შედეგი, სადაც საშუალება გაქვთ დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ შეტანილი მონაცემების ისტორიაში. საჭიროების შემთხვევაში განახორციელოთ სასურველი ცვლილება რედაქტირება. თუ დარწმუნდით, რომ შეტანილი მონაცემები სრულყოფილია და არ აპირებთ მის გადაგზავნას, მაშინ გააქტიურეთ ღილაკის შენახვა. ხოლო თუ გადაწყვიტავთ, რომ დეკლარაცია უნდა გადააგზავნოთ, მაშინ გააქტიურეთ ღილაკი გადაგზავნა. მიყევით და იმოქმედეთ სისტემის მიერ გამოტანილი შეტყობინებების მიხედვით. წარმატებით განხორციელებული გადაგზავნის შემთხვევაში სისტემა ეკრანზე გამოიტანს გადაგზავნილი დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს და დასტურს გადაგზავნის შესახებ. ამავე შეტყობინებიდან სისტემა საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ გადაგზავნილი დეკლარაციის ბეჭდვა. ამისათვის გააქტიურეთ შესაბამისი ღილაკი ბეჭდვა. გისურვებთ წარმატებებს.